გუნდის ერთიანობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატები ადგილებზე, რაიონებში. იმიტომ რომ მაჟორიტარი უნდა იყოს ერთის მხრივ ადამიანი, რომელიც არის გუნდის წევრი და რომელიც იზიარებს ღირებულებებს, რომელიც ხედავს პოლიტიკას ისევე როგორც ყველა ჩვენგანი და ერთი გუნდის წევრია და მეორეს მხრივ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არის თავისი რაიონის პატრიოტი. ეს არის ჩვენი პირველი წარდგენა სამეგრელოში, ნაციონალური მოძრაობის პირველი კანდიდატის დასახელება სამეგრელოს რეგიონში და ვიწყებთ აქედან და ვიწყებთ იმით, რომ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ვასახელებ ბატონ როლანდ ახალაიას. ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე ემსახურება თავის ქვეყანასაც, თავის კუთხესაც და თავის რაიონსაც. ადამიანს, რომლის მთელი ოჯახი არის ქვეყნის სამსახურში. ადამიანს, რომლის მთელი ოჯახი არის ფაქტიურად სიმბოლო იმ ცვლილებების, რომელიც ქვეყანაში მოხდა ბოლო წლებში. და როცა ჩვენ საუბრობთ, რომ 8 წლის წინ ქუჩაში ვერ გამოხვიდოდი და ღამე სახს ვერ დატოვებდი და დღეს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ეს თავისით არ ჩაბარებია წარსულს. დარწმუნებული ვარ, იმედი მაქვს მეთქი არ ვიტყვი, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი პარლამენტშიც იმდენივეს გააკეთებს თავისი რაიონისთვის, თავისი კუთხისთვის და თავისი ქვეყნისთვის. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გუნდს ყველად ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ფრიდონ თოდუას, რომელიც ზუგდიდს ძალიან ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტში წინა 4 წლის განმავლობაში. ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული აქაურებისთვისაც და ყველასთვის. გასაკეთებელი ბევრია, რაც კიდე არასდროს არ გაიხსნება ეს. თუ მოძრაობ, თუ არსებო, ყოველთვის არის მედის გაკეთების შანსი და გასაკეთებელი ბევრი. მე ბედნიერი ვარ და მე ამაყედა, რომ ეს გამასახელეს ზუგდიდის დეპუტატობის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. თუ ამირჩევს ზუგდიდის მოსახლეობა საქართველოს პარლამენტის წევრად, მე ყველაფერს გავაკეთებ ის საკითხს, თავრობის პროგრამა, რომელიც მეტი სარგებელი ხალხს ეს არის გამოცხადებული, შეახსენოს ყველას ოჯახში და ყველა პიროვნებამ მიიღოს სარგებელი ამ განაპირობებით. კონტროლად არაერთი ადამიანი შედავება თქვენ კონკრეტულად ეს არის ბადრი ტაბიძე ოჯახის წევრები თქვენვე აღნიშნეთ და ბატონმა ბაქრაძემაც არიან საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ბატონო როლანდ არ შეგიჩნით ხელს თუ შეიძლება მისი ვაჟები არიან საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ხომ არ შეუშლის ეს ამომრჩეველს ბატონ როლანდთან დაკავშირებით და რაღაც უხერხულობის მომენტი ხომ არ იქნება გითხარით რა გუწფელად ხომ ვიცით ბატონ როლანდ რომ დაისმევა ეს კითხვები ოქტომბერში გეტყვიან ძალიან ხო თავად ოქტომბერში გეტყვიან გეუბნებით ბატონო ამომრჩეველმა ძალიან